მოგესალმებით. ჩემი სტუმარია ბატონი კოტე კემულარია, გახსოვთ იუსტიციის მინისტრი, უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. დღეს ის იმყოფება ჩვენთან როგორც ერთ-ერთი სერიოზული ანალიტიკოსი. მე ყოველ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მის პოსტებს და მის აზრებს. ბატონო კოტე, კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება სიტუაცია მსოფლიოში. ყოველ დღე რაღაც სიახლე ხდება. ეს ბატონი ტრამპი არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ხან ასე ამბობს, ხან ისე ამბობს, მაგრამ სინამდვილეში აშკარად ჩანს, რომ მას რაღაც ერთი მიმართულება აქვს აღებული და იმისკენ მიდის. და სხვა დანარჩენი ეს უკვე ეტყობა თამაშია და მოწინააღმდეგების დაბნევისათვის უფრო აკეთებს. მოკლედ მსახიობობს და ის რომ აი თქვენს ბოლო პოსტში გქონდა დაწერილი, რომ დუგინი იანვარში აღთვალებული იყო და მოვიდა ტრამპი და გვეშველებაო, ახლა სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას. ნუ ეს ტრამპი და რუსეთის ურთიერთობები, იმიტომ რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახლა ჩვენშიც რა ხდება, ხედავთ. ესე იგი ყოველ დღე ვიღაცას იჭერენ რაღაც სასაცილო მიზეზებით, მოტივებით და აი ახლა ბოლოდროინდელი გუშინდელი თუ გუშინწინდელი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აქ მოსვლა და ესეც რაღაც საოცრება არის. ესე იგი ჩვენი პრემიერი ამბობს, რომ მე ვარ ვყავი მასთან შეხვედრა, ისინი კიდე წერენ, რომ ჩვენ მანამდე გადავიფიქრეთ, შევცვალეთ და ის კაცი გაფრინდა აზერბაიჯანში და იქ ალიევს შეხვდა. მოკლედ ისეთი რაღაცები ხდება, რომ აი ცოტა ახალგაზრდობის პერიოდში წიგნში რო წამეკითხა, რომ აი ხელისუფლებები ასე იქცევიან და პოლიტიკა ასე ვითარდებოდა, რომ ესე გამიჭირდებოდა ამის დაჯერება. რაღაც საბავშვო ბაღებით არის ძალიან არასერიოზული. და კიდევ ერთი თემა, რომელიც მინდა თქვენთან განვიხილო, რაღაც ძალიან დიდი რაოდენობით, ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აი ამ რუსეთის მოყვარულები და მათი ინტერესი. რაღაცას დაწერ, მაგათ არამოსაწონს და ესე იგი დაგეცხრებიან თავს. რა არის ეს ტროლებია, დაქირავებული ხალხია თუ საქართველოში მართლა ასეთი დიდი პროცენტი არის, რომელიც მისტირის რუსეთს, რომელიც ვერ აცნობიერებს თუ რა გაგვიკეთა 35 წლის განმავლობაში რუსეთმა, როგორ წაგვართვა, როგორ ეს ჩრდილოეთ კავკასიელები შეკრიბა კონფედერაციის სახელით, თუ რა იყო მაშინ ეს ჩეჩნები და მთელი ეს ნალჩიკის ხალხი და ესენი და რეები დამართეს. ახლა ჩვენ ვიცით, ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ გაგრის სტადიონზე და ნუ საშინელებები. ახლა ხან რაღაც ფილმი აჩვენეს ევროპაში ჩვენების გადაღებული იმ მოვლენებზე და ხალხმა ვერ გაუძლო და დატოვა თურმე დარბაზი. აი ესეთ საშინელები და ამ დროს ეს ქართველები დღეს ამოიღეს ხმა, დღემდე ასე არ იყო. დღეს ამოიღეს ხმა და რამეს თუ იტყვი რუსეთის საწინააღმდეგოდ და გაიხსენებ აი ამ მოვლენებს, ესე იგი ისინი თავს გესხმიან და უკვე ძალიან აგრესიულად. მე ვერ მივხვდი რა შეა საქმე. ნუ თუ ეს მართლა ამ ხელისუფლების დამსახურება, ფულს უხდიან, დაქირავებულები არიან, რა შეა საქმე, ვერ გავიგე. არა და აშკარად ვგრძნობ, რომ დღეს ძალიან კარგი პერიოდი დგება, როდესაც საქართველოს შეიძლება დაიბრუნოს მთლიანობა. დღეს ყველაფერი მიდის მსოფლიოში ისეთნაირად, რომ საქართველოს გაუჩნდა ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვების საშუალება. დღეს საქართველოს აი ბოლო გადაწყვეტილება გახსოვთ, რამდენი იყო 200 თუ 253 მილიონი კიდე დაადო იმას რა ქვია სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს და ის წინებიც კიდე ყოფილა თურმე და ერთად სადღაც 350-ზე თუ 360 მილიონამდე არის. ამავე დროს ესე იგი უკვე
კრემლის წარმომადგენელმა მოასწრო და თქვა რომ ჩვენ ამას არ გადავიხდით და ეს სხვა ამბავია, მაგრამ თავარი არის რომ ჩვენი ხელისუფლება ამაზე არაფერს არ ლაპარაკობს, ის წინა თანხები რომელიც ასევე ვალად დაადეს რუსეთს ამაზე უკვე ჩვენ ხელისუფლება არაფერს ესე იგი არ ითხოვს, არ უნდა გაანაწყენოს, აი როდემდე შეიძლება აი ასეთი პოლიტიკით ჩვენ ესე იგი ვიყოთ ყრუები, ბრმები და უსმინოთ აი ამ ჩვენი ხელისუფლების აი ამ რაღაც წარმოუდგენელ სიცურვით გაჟღენთილ პოლიტიკას რა ხდება რა ხდება შეიძლება ამას მოუძებნოთ მივესალმები ჩვენს მაყურებელს მოგესალმებით ბატონო ჩემ დიდ პატივს ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თქვენ მათთვის დიდი სპეციალისტი ბრძანდებით და თავისთავად გულისხმობს ეს რომ ადამიანის ფსიქოლოგია იცით კარგად და რა თქმა უნდა განათლება ისე როგორც მე როგორც იურისტი ვსწავლობდი ფსიქოლოგიას 20 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში რა თქმა უნდა მათთვის ხელოვნება თავისთავად გულისხმობს ზედმეტ კარგად ცოდნას ადამიანის ფსიქოლოგიის რა შეია საქმე თქვენ გითხოს აქედან დავიწყოთ სანამ საათაშორისო ამბებზე გადავალთ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ბევრი საქართველოში რომ საქართველოს ბედი როგორც სახელმწიფოს ჩვენი სამშობლოსი და ხელისუფლების ბედი ოცნების ივანიშვილის ხელისუფლების ბედი ერთმანეთზე არ არის გადაჯაჭვული და ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა ის რაც ახლა თქვენ მე აბსოლუტურად გეთანხმებით ხდება საერთაშორისო ვითარების თვალსაზრისით სასარგებლოა ჩვენთვის ბევრი რამით ძალიან ბევრი რამით მაგრამ საწინააღმდეგო და არასასურველი და ძალიან სახიფათოა ოცნებისთვის აქაც ერთმანეთს არ ემთხვევა და რასაც თქვენ ძალეთ აი კითხავს აბსოლუტურად სწორად რა ხდება თორემ ჩვენ უყურებთ გარკვეულ პარანოიას ის შეცდომებით გუშინ გინდა დაიჭირეს აქ ევუთოს მოქმედი თავმჯდომარე კიდე კაი გაასწრო ქალბატონმა ვალტონენმა აქედან ის ფინეთის საგარეო საქმეში ახლა ამ წუთში არის ევუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმ ევუთოსი რომელიც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის უდიდესი ორგანიზაცია რომლის წევრი არის ამერიკის შეერთებული შტატები წამყვანი ერთ-ერთი რა უზახეს იმ ქალბატონს დააჯარიმეს 5000 ლარი დუსტოების გადაკეთისთვის და კიდე კაი გაასწრო რა ალბათ თემსაც დააწიწკნიდნენ ან გავახავდნენ ან რაღაცას ისე იყვნენ ესენი შეშინებული იმიტომ რომ დღეს რუსული მედია არის ამით მოფენილი და აქებენ ყოვახიძეს ნახეთ რა უკნაო უთოს სამჯომარეს ასე ვთქვათ სულ დაბალი დონე უძახავ ეს წერია პირდაპირ რომ სალომე ჟურაბიშვილზე უფრო დაბალი დონის ყოფილა ეს ქალბატონი ახლა ევუთოს მოქმედი თავმჯდომარე რომ ყოვახიძის შესაძლებელი გახდება ეს ჯერ ერთი პოლიტიკური თავხედობაა და მეორე უცოდინრობა რომ ასე არ იქცევიან ადამიანები მით უმეტეს ამ ხელა თანამდებობაზე დანიშნული ადამიანები ასე არ იქცევენ და ამათ თუ ფინეთი დაბალი ღობე გონიათ ეს არის სისულელი შეიძლება ამიტომაც არიან გაბრაზებულები და რუსებს უნდათ ასეან რომ ფინეთი ერთადერთი სახელმწიფოა ვინც რუსეთს ომი მოუგო და ახლა ფინეთი გახდა ნატოს წევრი ის ყველაზე სახიფათო რუსეთისთვის იმიტომ რომ მას აქვს 1350 კილომეტრი საზღვარი ანუ ზუსტად იმაზე ცოტათი მეტი ვიდრე ნატოსთან მთელი საზღვარი ქონდა რუსეთს ფინეთის ნატოში შესვლა. ეს ბალტიისპირეთის თურქეთის და შინით ჩავ. ანუ ორჯერ გაიზარდა და უფრო მეტად ის ფაქტიურად იმით გააორმაგა საზღვარი, თანაც ისეთი საზღვარი, სადაც არანაირი სამხედრო ბაზა არ აქვს. იმდენად მეგობრული სახელმწიფოები რუსეთს არ აქვს. რუსეთს არ აქვს არანაირი სამხედრო ბაზა და ახლა ფულის არ აქვს გააკეთოს. და ახლა ამერიკელები იქ თურქეთთან თუ ქონდა ბალტიისპირეთთან მოასწრო ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის წარდგენის დროიდან აქ საერთოდ ლამის ესე ღია იყო ეს საზღვარი და იქ პეტერბურგში თქვენ იცით ნავებით გადადიოდნენ ფინეთში და არანაირად აქ გახსნილი იყო რამდენიმე ადგილას მანქანებით ჩვეულებრივად გადადიოდნენ და დაიკეტა ყველაფერი და გამალებული იქით ამხარეს პატრიოტებით და უახლესი იარაღით მიდის საზღვრის იქით ამხრიდან სწავლებები, ნატოს სწავლებები და ასე შემდეგ და აქეთ რუსეთი ღია. ანუ ყველაზე დიდი საფრთხე
სწორედ იქიდან ელოდება და ის იციან ძალიან კარგად რუსეთში, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებენ და აკეთებენ. და რა თქმა უნდა, ახლა ქართულ რუსეთულებს უნდა მოსკოვს ასიამოვნონ, ასე ვთქვათ, და სხვანაირად ვერ ავხსნით ამას ყველაფერს, რომ ეს საქართველოს უდიდესი სიცხვილეა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი და ვიტყოდი დღეს თქვენ კარგად მოგხსენებათ ის სტუბი დღევანდელი პრეზიდენტი ძალიან ახლოს არის ტრამპთან და ძალიან სერიოზულ პრეზიდენტად ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრეზიდენტად ითვლება დღეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ამ სახელმწიფოს მიმართ აი ესეთი დამოკიდებულება ესეთი აგდებული დამამცირებელი რაღაც ტერმინები თითქოს დღეს მოფენილია და ზარქუას შეფასებები ან რაღაც არარაობის ვალტონენსო აფასებს პარლამენტში ეს თავის მონჯელება და უფრო ამ ხელისუფლების კიდე ერთხელ. ამიტომ ვამბობ მე, ესენი არიან უკვე პარანოიდალურ მდგომარეობაში ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოსთვის კარგი რაღაცები ხდება, მათთვის ძალიან ცუდი, ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ვიწროვდება ეს კალი რუსეთისთვის და ეს ძალიან კარგად იციან, ეს ბევრმა სხვათა შორის ოცნებაში ხარ, უამრავი ნაცნობი, ზოგი ჩემი ყოფილი მოწაფე, ყოფილი თანამშრომელი ჩემი არის მათთან. და მათგან ვიცი რომ მათ ისინი ამბობენ კიდევაც ამას პიაცაობაში რომ თუ რუსეთს გაუჭირდება თუ ის რაც ახლა რუსეთის იგივე კარი იკრება ეს შეიკრება და რასაც დღეს დუგინი ამბობდა დუგინი წერს დღეს ძალიან საგულისხმო რამე გარდა იმისა რომ საპირისპირო სამართო ტრამპი მოვიდა გუშვილისო დღეს ამბობს რომ ტრამპს რუსეთის დაბომბვა უნდაო ანალოგიურად, ანუ ანალოგიით ირანისო, მიაქცეთ ყურადღება ბატონობაში, რა ქნა ამერიკამ ირანში ხალხი არა სულ შენობები კი არ დაბომბა, როგორც რუსეთი აკეთებს კიევში და უკრაინის ქალაქებში. არამედ სამხედრო ობიექტები წერტილოვანი ზუსტი უზუსტესი დათმობით გაანადგურა და გაანადგურა ეს ტერორისტული ბუნაგები, ხო? სადაც სამხედრო დამნაშავეები იყო. ანუ თუ ანალოგიაზე დუგინი ლაბარაკობს, ის ღიად ეუბნება. იქაც ხო აერიათ უკვე, ანუ ფსიქოლოგიურად ადრეში არიან, რომ იდეოლოგი თავარი პუტინის მეგობარი, ის აქამდე აწმონებდა ყველას, რომ ყოველი შემძლეა რუსეთი და ვინ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, ვინ ბირთვული რუსეთი და შემდეგ ღიად ლაბარაკობს იმაზე, რომ შეიძლება ამერიკა, ხეთ ის ამბობს, უკრაინა დაიწყო, ყველას დაავიწყდა, თვითონ დუგინი ამბობს. უკრაინა კი დაგბომბავს. ამერიკა დაბომბავს სიღრმეებში იმ თავალწადილებს ჩვენსაც გაანადგურებს. ლაბორატორია სამხედრო ობიექტებზე სიღრმეებში. ესო ვინ თქვა? დუგინმა დღეს დაწერა. ხო, კი, მაგას თქვა. დუგინმა დაწერა პირდაპირ. უკრაინა კი არა, ის დაბომბავს, ის ამერიკა პირდაპირ გემუქრება. ასასადმივედით, რა პარანოიდული მდგომარეობა აქ არის, იმიტომ რომ პუტინის დასასრული ახლოვდება, მისი პოლიტიკური დასასრული ახლოვდება, აქაც ანერვიულდნენ მაგრად და თქვა გუშინ კობახიძე ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან დავივიწყოთ ყველა უბედურება ძველი. დავიწყოთ თავიდან. და დავიწყოთ თავიდან ახალი ფუძი. ეს უბედურებები რა არის ამერიკასთან, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ის deep state-ი რო აქ რაღაცებს აკეთებდა და ასე შემდეგ. მაგრამ აქვე გამოთქვა ძალიან დიდი გულის ტკივილი, რომ ამერიკიდან პასუხი აგვიანებს. ძალიან აგვიანებს თვითონაც ახლა. რუბიომ რა უპასუხა? რუბიომ უპასუხა, რომ გაუშვით პოლიტპატიმრები, თქვენ ისიც რა უნდა გააკეთოთ, ხო გახთ? გაუშვით პოლიტპატიმრები, შეწყვიტეთ ეს რაღაც კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ძალადობრივი საკანონმდებლობის მიღება. შეწყვიტეთ თავისუფალი აზრის გამოთქმელი ადამიანების დევნა, დაპატიმრება, წამება და ასე შემდეგ და გაუშვით დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმრებს. ეს ვითომ არ ახსოვთ. ეს წერილი ვითომ არ მოსულა რა. ელოდებიან თურმე კიდე ელოდებიან პასუხს და ეს პასუხი რუბიომ უნდა გამოგზავნოს. ის არის საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შეაბარა ტრამპმა საგარეო ურთიერთობები ამერიკის და როგორც მე მეუბნებიან ჩემი ამერიკელი მეგობრები და ჩემებიც იქ ვინც მუშაობენ ახალ დეპარტამენტში მუშაობენ სხვა შეიძლება ძალიან კარგი ახალგაზრდა ქართველები დეპარტამენტში ვიდარი როგორი. დიახ. მათ შორის ერთი შემოყოფილი სტუდენტი უჭკვიანესი ახალგაზრდა კაცი
და 2 საათი რო გავიდეს რუბიოსთან არ დაელაპარაკო, ტრამპი ეძებს თუნდაც სად არის მარკო იმდენად ახლოს არის, იმდენად სახელდენი კაცია ეს მარკო რუბიო დღეს ამერიკის პოლიტიკაში. ამიტომ იმას ხომ ორი თანამდებობა ერთად ეს ერთადერთხელ ქონდა კისინჯერი. ხო, კისინჯერი რო იყო ეს იყო ნიქსონის დროინჯერი არა, ნიქსონთან იყო ხო? ჯერ ნიქსონთან, მე ჯერალდ ფორდი იყო, აი მისულა ორივე დროს იკავებდა ერთადერთი იყო პრეზიდენტი. ხო, კისინჯერი მაშინ როცა უშიშროების საბჭოს დივანში ეს არის მეორე შემთხვევა სულ 2 ამერიკის ისტორიაში რომ ერთდროულად იმავდროულად დეპარტამენტის თავმჯდომარე საგარეო საკითხთა მინისტრი რომელსაც საგარეო საკითხები ეხება ამავდროულად საშინაო საკითხები პრეზიდენტის თანაშემწე და უშიშროების საბჭოს დივანი ეს არის დღეს მარკო რუბიო იმის შემონათვალს და წერილსა ესენი აგვიჩად რომ იგდებიან თურმე შიგნით ლაპარაკობენ ტრამპია იქ თავარი რუბიო არავინ არ ყოფილა ტრამპი მოწევს თურმე პირდაპირ კობახიძეს წერილს აი ბიჭები ხართ თქვენ და აი ახლა რას უზამო კობახიძისა შიგნით არ ვიცი შეიძლება ივანიშვილთანაც აღარ ამათი დონე უკვე მე მგონი არავის აღარ უყვის ესენი ვის დონეს აფასებენ რა ვალტონენის და ეუთოს თავმჯდომარის დონეს აფასებენ ამათი ან გამოსვლები ან პარლამენტში ამათი მიდგომები ან ევროპარლამენტის წევრებს როგორ ელაპარაკებიან ან ამერიკის კონგრესის წევრებს როგორ ელაპარაკებიან რა სიტყვებით ამყოფენ რა ანუ აქ რაღაც დიპლომატიურ დონეზე ან ამათ ცოდნაზე რომ ისინი გზნობენ რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ ნახეთ ისინი აიგივებენ ჩადიან იმ შეცდომას ერთადერთი ლუი მე-14 იძახდა საფრანგეთის მე ვარ ხო მაგრამ ის ხდებოდა მაგრამ ნუ მაშინ სხვა დრო იყო სხვა საუბნები ხო ჯერ კიდე ხო ახლა როცა შენ ამბობ რომ მე ვარ სახელმწიფო ანუ აიგივებ რომ შენ თუ ოცნებაზე რამე სიტყვი შენ თურმე სახელმწიფოს ებძვი კაცო მე ვებძვი ხელისუფლებას რომელიც ცვლადია ხან მოვა ხან ვარგა ხან არ ვარგა სახელმწიფო სხვა რამე ის მუდმივი ცნება სახელმწიფო არის საქართველო და ხელისუფლებები იქნება უამრავი ზოგი კარგი ზოგი ცუდი ზოგი საშუალო და იცი უნდა შეიცვალო ესაა პრინციპი ანუ როდესაც ხელისუფლება თავის თავს აიგივებს სახელმწიფოსთან არის უცოდინარია ან ავტორიტარი თავის თავად დიქტატორია და მას გონია რომ ის წარმოადგენს ვერა არ არის ეს ასე და მინდა რომ გაითავისოს ოცნება მეს რომ ისინი არ არიან საქართველოს ისინი არიან დროებითი ხელისუფლება ეს ხალხმა აირჩია და ხალხი გადაირჩევს ან თუ გადარჩევის და არჩევნების მისცა ბოლო ხალხი მათ გაუშვებს უკვე პირდაპირ და ჯობია ეს ყოველთვის ჯობია ჭკვიანი მართველი თუნდაც ავტორიტარი ოღონდ ჭკვიანი ხალხს უსამბობ არასოდეს პირისპირ ხალხთან არ დადგება თუ ჭკუა იმიტომ რომ პარტიები და პოლიტიკოსები ყოველთვის არიან შუამავლები იმათთან ვლაპარაკება ხოლმე ხალხთან შეუძლებელი ხალხის დიდი რაოდენობა არის ყოველთვის აგრესიული თუმცა საცამათ აქ ჩადენილი იმის მერე და მათ პირისპირ დარჩენა როცა შენ პარტიებს ანადგურებ ძალიან სახიფათოა ვინ ჭკვიანი მიდით ეს ავა ჩაიდინო ეს სხვა შეიძლება წინა ხელისუფლებასაც მოვიდა მე რამდენჯერმე მithქონს ეს საუბარშვილის რომ ნუ ებძი ოპოზიციურ პარტიას ნუ აუქმებ და მან რაღაცოთ ახალი მეოჯენები გაავისა ყველა გააუქმეს ფაქტურად მერაბიშვილმა გაუშვა ძალიან დიდი შეცდომა რომ პრაქტიკულად მაშინაც წინა ხელისუფლების დროს პარტიები არ დარჩა ხო და გამოსადეს ივანიშვილის თეთრი სავალძელი მოვიდა და ჩაჯდა იმ სავალძეში რომ პარტნიორი არ ყავდა ნაციონალურ და მარტო დარჩა და ძალიან ადვილი გახდა მისი დამარცხება, იმიტომ რომ ხალხი ფაქტობრივად ძალიან დიდი ფული დახალწია ივანიშვილმა, ხალხი აუმხედრა და ხალხმა დაამარცხა ძალიან ადვილად, ასე მოვიდა ხელისუფლებაში. იქ რო სხვა ოპოზიციური ძალები ყოფილიყო. მაგალითად, იგივე პარლამენტში ყოფილიყო რამდენიმე ძალა გაუჭირდებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა. ახლა ზუსტად იგივე შეცდომას ჩადის ოცნება. ასუფთავებს ამ პოლიტიკურ ველს ძალიან გახარებული ამით. ანუ საკუთარ ესეთი დამხობას პოლიტიკურ მაკრედოლობაში იმზადებს თვითონვე, როცა ასუფთავებს ამ პოლიტიკურ ველს ოპოზიციიდან და ეს უხარია. ახლა კანონებს იღებენ, რომ უნდა აგზავნონ პარტიები და ასე შემდეგ. ამას თავი დავნებოთ, ახლა გადავიდეთ ზუსტად იმ საკითხზე, რა ხდება რუსეთის თავს თქვენ სწორად ზანეთ, რომ ჩვენ
ნიშნულოვან წილად ჩართე ამ საქმეში აი ალიევი და პუტინის დამოკიდებულება და ის ბოდიში და რაღაცები და ამ დროს ჩვენ პარალელურად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. ეხლა ვინაიდან ჩვენ დრო გვაქვს გვაქვს და მაყურებლის ჩვენგან უფრო საგნობრივ საუბარს ელოდება ნიდ რაღაც ანტრაპარატულ რაღაცებს მოდ დავიწყოთ ალიევით რომელიც დღეს არის ფაქტიურად ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში ლიდერი ამაზე მეგონი დავას ალღის და მას ძალიან გაუთეთელები აქვს თავად ტრამპთან ახლა როდესაც შვიდობის ფორუმი იყო ეგვიპტეში ამ ხაზასთან დაკავშირებით ის გვერდით ედგა ტრამპს დიდი პატივით მიიღო მან და იქიდან დაბრუნებულმა გააკეთა რაღაც საოცარი ნაბიჯი რომელსაც მე ახლა ყოველდღიურად ვაგვირდები ყოველდღე მათ შორის აზერბაიჯანულ პრესასაც მას შემდეგ რაც და სანამ წავიდოდა იქ ეგვიპტეში ის ხო ტაჯიკეთში პუტინს შეხვდა და პუტინმა ბოდიშები უხადა და ტაჯიკეთში მიგონი არა? ტაჯიკეთში დიახ ტაჯიკეთში იყო სამიტი SNG-ს ქვეყნები და იქ ჯერეთი არაპირებდა ის მოსკოვში რუსეთშიც დაიწერა და ნუ ინიციატივა იყო პუტინის რომ შეხვედრობენ ის არაპირებდა იმ თვითმფრინავის და იმ დაზაბული სიტუაციის შემდეგ მაგრამ ნუ დაჟინებული მოთხოვით ასე ვთქვათ მოსკოვის შეხვდა ტაჯიკეთში და ყველასათვის მოულოდნელად პუტინმა ბოდიში მოუხადა აღიარა რომ რუსულ ჭურვის ნამსხვრევმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი ანუ რუსებმა ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი ეს აღიარა ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო რომ ავტორიტარები როგორც ამ დონის რომ სოფლიოს მართავს ასეთ შეგნება ჰქონდა ხო პუტინს რომ ამან აღიარა მაშინ აღონდა ჩიტების პარალელურად იმაში კიევში რომ ჩამოაგდეს დიდი თვითმფრინავი ხო ის ჯერ არ ღიარებია ის არ ღიარებია ნუ კიევი რომ ალბათ თავის დროზე იმასაც აღიარებს ალბათ იმასაც მოგვასწრებით ჩვენ ბატონოში და აქ იმდენად არის უკვე ძლიერი ალიევის ხედავს რომ მის წინაშე ფაქტობრივად ძალიან პატარა იყო პუტინი ბოდიშიც მოუხადა კომპენსაციის გადახდასაც შეპირდა შესაბამისად დასჯას იმ სამხედროების ვინც ეს თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ასე შემდეგ და ნუ გამოძიება ჩადარდება თქვენ მონაწილეობას მიიღეთ ამას ნიშნავდა რომ ვიღაცებს დასჯის ხო ამის შემდეგ თითქოს სიტუაცია უნდა წასულიყო რუსეთთან შერბილებისკენ მოდი ვთქვათ ასე ხო და რა აზერბაიჯანის მხრიდან ასე ლოგიკა ასეთი უნდა ყოფილიყო ხო ის ბრუნდება ეგვიპტედან და აკეთებს გასაოცარ ნაბიჯს. აცხადებს, რომ შინა პატიმრობაში აიყვანა არის ესეთი ლეგენდარული პიროვნება ბაქოში, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ადმინისტრაციის უფროსი. ჩემი კოლეგა იყო, ჩემი უფროსი მეგობარი, ძალიან კარგი თეთო მაქსიმ კასანი, ის 87 წლის არის, რამიზ მეხტიევი, ასეთი პიროვნება. აკადემიკოსია სხვათა შორის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო ბოლოს 24 წელი იკავებდა იმ თანამდებობას 24 წელი იყო ადმინისტრაციის და უშიშროების შეთავსებული იყო დიახ აი ეს პიროვნება იყო და ეს არის თითქმის მთელი ელიტის პოლიტიკური ელიტის გამოსვლელი ანუ გეიდარ ალიევიდან მამიდან მოყოლებული ის ამ თანამდებობას იკავებდა და აი როგორც მამის დანაბარები მე ხო დავდიოდი ვიზიტით და მე ხო ჩემი თვალით ხედავდი როგორ ექცეოდნენ მას მინისტრები როგორ ექცეოდა თავად პრეზიდენტი ალიევი ხო აი ამ კაცზე გამოაცხადა თვითონ ეს დავაბატიმრო, ოღონდ შინაპატიმრო 4 თვიანი და რატომ ესა ყველას თავი რატომ რუსეთთან ჰქონდა გაბმული კავშირი და ჩემ დახობას ცდილობდა აი ეს გამოაცხადა ოფიციალურად მე კი ვიცი რომ წავიკითხე ეს წარმოუდგენელი რაღაცაა ესე იგი მოდი ვთარგმნოთ ახლა ეს ჩვეულებრივ ენაზე რომ ჩვენო მაყურებელმა გაიგოს ესე იგი ალიევი აცხადებს ეს ახლა იმ კაც ისეთი პატივიცია იმას არაფერს დაუშავებს დარწმუნებული ვარ ეს არის თვითონ რუსების ენაზე რო ვთქვა ბეისვაიხ შოპჩუჟი ბაიალის ხო ყავასო ამ ქართულად რაღაც კოკას უთხრა დოქსუეშინს როგორ ქართულად ნათქვამი ხო ანუ ეს რატო გააკეთა რომ აზერბაიჯანში ძალიან ბევრია გადაბმული რუსეთთან ბიზნესით, საქმით, მილიარდერები ცხოვრობენ იქ აზერბაიჯანში იმათ ეუბნება რომ ნახეთ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს რა უქენი რუსეთთან ურთიერთობის გამო გაწყვეტეთ ყველამ რუსეთთან კავშირები რომ რუსეთთან კავშირს ჩავთვლით ჩემი დამხობის ცდილობა გამოგაცხადეთ სამშობლოს მოღალატებას შესაბამისი ძალიან ცუდი აი ეს გაკეთა ალიევმა მეთვლი
ახლა ამას ის ემოციურად არ მიიღებდა გადაწყვეტა ვიღაცებთან ამის თქმა მინდა ზუსტად რომ ის არ არის მე ვიცნობ ძალიან კარგად იმას გიმო აქვს დამთავრებული ის მოსკოვში ნაცხოვრები კაცია სხვა ოჯახშია გაზრდილი და განსხვავებით ბევრი თანამედროვე აქ ჩვენ რეგიონში პოლიტიკოსები ის ჩამოყალიბებული დიპლომატი ძალიან განათლებული ძალიან ღირსეული კაცი და პიროვნება და შესაბამისად ის ამას ასე ფაილზე აქვს. რაში შეიძლება იყოს ჩემი ვერსია მახვილება ხოლო ეს. დიახ, საინტერესოა. მას ისეთი რაღაცა უთხრეს ეგვიპტეში. სად უთხრეს? ეგვიპტეში. ეგვიპტეში? დიახ, რომ ვისთან ურთიერთობდა. იქ იყო ნეთანიაჰუ, რომელთანაც ძალიან კაი ურთიერთობა აქვს, მას თელი შეიარაღება ისრაელიდან აქვს. მას ძალიან კაი ურთიერთობა აქვს ისრაელთან, სამხედრო პოლიტიკური და ყველანაირი. და იქ იყო ტრამპი. და მას ჰქონდა პირადი საუბრები ძალიან ახლოს არის ორივესთან და რა უთხრეს ისეთი ან რუსეთთან დაკავშირებით სიტყვა მაგალითად რა ვერსია თქვა დამთავრდა რუსეთი და შენ შეგიძლია დღეს სილა გააწნა აი ასე რომ დავრუნდები ახლა ბაქოში შეგიძლია გააწნა სილა კავკასიიდან რომ ვინც რუსეთთან გაბედათ რა რუსეთი აღარას როგორ უნდა გაბედოს წესი პატარა ეს პატარა ხალხი 10 მილიონი გახდა მართალია უკვე მოსახლეობა მაგრამ მაინც პატარა რუსეთთან შედარებით ხო რომ ეს არის საშინელი სილის გაზმა პუტინისთვის რომ რუსეთთან ურთიერთობა სამშობლოს ღალატად ძლევა უკვე აზერბაიჯანში ეს გამოაცხადა ოფიციალურად ალიანი და მაგალითის ყველაზე საყვარელი კაცი ყველაზე პატივსაცემი საყვარელი კაცი გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ აი ესე პირდაპირ და მე მომხობდა აქ ხელმძღვანელობდა რუსულ აგენტურას მეხტიევი 97 წელს გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ ოფიციალურად აღიძრა საქმე ჟურნალისტი არ უთხრა საქმე აღიძრა სასამართლომ 4 თვიანი შიდა პატიმრობა მიუსაჯა და ეს საქმე დევს და ეს მოფენილია ამით თქვა რუსული პრესაც მათ შორის უყურეს და დღემდე არ გაუკეთებიათ კომენტარი მოსკოვში რუსეთსა და რა თქმა არიციან რა თქმა არც გაბუჭება და კი უფრო დამძიმება არ უნდა თაგირდა და რა თქმა უნდა ხა ფიქრობენ რანაირი განცხადება გააკეთონ რომ აწოდით და ანუ ის რაც ხდება ფაქტიურად აზედას დუბინი საუბრობს რას ეყნობა ის რატო დაფთხა ასე და რატო შეიცვალა კაცი რომელიც ნახე მოსკოვი თურმე ჭიპი იყო დედამიწის და მოსკოვის გარეშე ყოველწლიურად გადაწყვეტილებას ვერც ვაშინგტონში და ვერც ბრიუსელში და ვერსად ვერ მიიღებდა ამას ხოლმე 2-3 თვის წინ ამბობდა რა მოხდა გუშინ და გუშინდინ ასეთი რა მოხდა ჯერ ტრამპმა განაცხადა ეგვიპტეში სხვათა შორის იქ თქვა რომ როგორც ჩანს რადგან სისხლისგას აღძელებს რუსეთიო და აწყვეტს ამ სისხლისგასო ჩვენ მოგვიწევს ომიო რუსეთთან კი ტრამპმა თქვა კი და ჩვენ ამას მოვიგებთ ხო კი ასე თქვა ეს პირველად თქვა კი ბატონო არასდროს არ თქვა მას ყოველთვის ამბობდა თუ გასულთ ბატონოში რომ ამერიკა ამაში არ მონაწილეობდა ხო აი ხასუსონ ის ბაიდენი იყო და ჩვენ არა ჩვენ კი უკრაინას ხარავთ მაგრამ როგორ ხარ ზოგადი ნატო ყიდულობს ევროპა ყიდულობს ამერიკა ჩვენ არ მონაწილეობთ და ამ დროს ატრიალებს ამას ხაზგასმით თქვა ჩვენ მოგვიწევს ამან ხო ეს თქვა მეორე დღეს გაიმართა ანუ გუშინ გაიმართა ნატოს წევრების შეკრება რამშტაინი ეგრეთ წოდებული მოდელი სადაც ამერიკის უკვე თავდაცვის მინისტრი აღარ ქვია ომის მინისტრი ქვია ხო შეცვალა ტრამპმა დიახ ანუ დიფენს დიპარტმენტი იყო და ახლა ვარ დიპარტმენტი დაარქვა ანუ ომის თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო დაარქვა ოფიციალურად ამ ომის მინისტრმა ჰექსეტმა პირდაპირ არცაცია არცაცხელა ამ ნატოს წევრებთან თქვა რომ ვინაიდან არ გაიმეორა ეს სიტყვები თამაშს არა არც აწყვეტს ამ სისხლისგას რუსეთი ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომას ჩვენ უკრაინა არა უკრაინაზე არა ჩვენ ამერიკა მივიღებთ ისეთ ზომას რუსეთის წინააღმდეგ რომელიც მარტო ამერიკას შეუძლია ხო მახსოვს გამოგიდგენთ ეს ნიშნა რას ნიშნავს
ეს არის პირველად მთელი ამ ისტორიის განმავლობაში. დაუპირისპირდა პირდაპირ სამხედრო ძალით. ამერიკა ამბობს, იმიტომაა ეს დუგინი ხო, ჭკუას ვერ წაართმევ მაგას, მე უომა კი აქვს მოწყობილი ეს უომა. ანალიზის უნდა ვერ წაართმევ ნამდვილად, რა. ბოლო 20 წიგნის ავტორია. ნახეთ იმან იწუჩიო მოხალშა ეს დუგინმა ამბობს. უკრაინა რა შუაში არის. ამერიკა პირდაპირ გვემუქრებაო. თანას ნახეთ აი რას თქვა მაგრამ მხოლოდ ამერიკას შეუძლიაო რა შეუძლია მოდი ჩვენ შეგვიძლია ახლა უკვე წმინდა სამხედრო თვალსაზრისით როგორც ყოფილი უშიშროების საბჭოს დივანი ამერიკას რა შეუძლია მხოლოდ ამერიკას რაც ჰექსეტი ლაპარაკობ ეს არის თვითმფრინავი B2 მარტო ამერიკას ხავს ეს უმძიმეს ყველაზე მძიმე აი პუტინი რო შეაშინეს იქ ალიასკაში რო გადამაფრინოს ზარმაზარი B2 რომის ანალოგი მსოფლიოში არავის არ ყავს არავის რომელიც არის შეუმჩნეველი ძალიან მაღალ სიმაღლეზე მიფრინავს არის საშინელი ნიმის მატარებელი შიგნით ყავს ასე ვთქვათ აქვს ეს რაკეტები შეუძლია ბირთულით შეუძლია არაბირთულით მათ შორის სიღრმეზე ჩათის 22 მეტრზეც გააჩნია სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებია რითაც გაანადგურა ირანში ზუსტად ის ბუნკერები რომელიც 12-13 მეტრიანი ბეტონის თქო ჩამოსმული მაგრამ გაანადგურა ეს ყველაფერი და მათ შორის შტაბები ქვევში მოწყობილი და ასე შემდეგ ეს ახედო ესეთი მართლა არავის არ ყავს სოფლიოში მაშინ ჩვენ რა წარმოიდგინა დუგინმა და რა იყო დამთხალი რომ იგივე მაგალითისთვის არსებობს ესეთი ენგელსის ბაზა რომელშიც ძალიან ბევრი დაუჯდა ეს დიდი ის დაუჯდა რომ იქ გადახურულ სივრცეში ყავს ეს ვირტუალური ქობინის მატარებელი ეგრეთ წოდებული для судного дня უძახიან რუსები ანუ საბედისწეროდ შავი დღისთვის ქართულად თარგმნოთ ხო აი შავი დღისთვის გადანახული ისეთი ძალები რომ ვისთვის წინამდე ამერიკის სხვა ახლა იმას ევროპის არ ეშინიან რა ამერიკა არის სიფში მოძინამდე რუსისთვის და პრაქტიკულად აი გადანახული ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ თუ ვინმა სწორად წარმოვიდგინა რომ ის B2 ააფრინოს ამერიკა სადაც კიდე შეუძლია გაუთავებლად იფრინოს 5000 10000 40000 კილომეტრი შეუძლია იფრინოს მასთან მოყვება ესეთი დამტენი ანუ შემსებელი საავიაციო ნავთის შემავსებელის მოყვება და შეუძლია იფრინოს გაუთავებლად ჩამოვიდეს რუსეთთან ის ტექნიკაც გადმოიტყვანეს უკვე მე მგონი აქეთ ევროპაში ინგლისში კი ინგლისში კი პირველად არასოდეს ისტორიაში მთელი ამ ისტორიაში აყოფილა ესე სერიოზულად ემზადება იციან ეს რუსეთში დუგინმა ხო ეს ყველაფერი იცის კაცო პუტინის მარჯვენა ხელია ხო და იმან რაღაცა დაიკნავლა მე მგონი გუშინ ლავროვმა ესო ძალიან გააფუჭებსო რუსეთთან ამერიკის ეს სწორედ დაკნავლა იყო მანამდე ხო იძახდნენ რაღაც ბირთულს ვესვრი და არეშნიკი გვაქვს და დღეს რა არ იძახიან არა დღეს საცოდაები არიან დღეს მართლა კნავიან, კაი სიტყვა იხმარეთ. აი რაც დუგინი იყო, ეს კნავილი იყო, ის რაც დაიკნავლა, და რაშვებით კაცო, ასე ხო გავაფუჭეთ ყველა, ეს ხო კნავილია. იმასთან შედარებით გუშინ რომ ლომები იყვნენ და ბუხუნებდნენ და რაც ქვია არეშნიკი გვაქვს, არეშნიკი რაღაც კერასინკა, რომელიც სალტავარან რა კაცშვილმა არის ის და მე ისოლის კიდე 2001 არეშნიკი ბელორუსიაში ჩამოვარდა მინდორში. და აი აქტიულად ამან ძალიან დააფიქრიანა ყველა ეს ხდება გუშინ ჩვენ ახლა არ ვიცი ჯერ ამის გაგრძელება რა იქნება მაგრამ ფაქტია რომ განწყობები რუსეთში შეიცვლება უარესისკენ რომ სადაზე დუგინი რა არის იდეოლოგია თქვენ ხომ კარგად ესეც მართვის ხელოვნება იდეოლოგი რომც იყოს ასე უნდა ამბობდეს ამხნევებდეს ხო დუგინი გუშინ ეს რა კაცო ჩვენ არ გვეშინია B2-ის ჩვენ არ გვეშინია ამერიკული კი აქვთ ეს რაღაც მარტო ამერიკას რო შეუძლია რაც და მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია გუშინ იყო დამთხარ ახლა უკვე აშკარად ჩანს რომ ეშინიათ არ მოსწონთ მე ახლა ჯარს რო გადაედება ეს ყველაფერი ომი გაქვს ქვეყანაში ახლა სტალინმა ხო ზებირად იცოდა რატომ ამბობდა ზა სტალინა და სტალინმა რატო არ დატოვა მოსკოვი უნდა დაეტოვე ყველა ექსპერტი რომ არ შეიძლება აი მოსკოვს რომ მიადგა უკვე მაგრამ რატო არ დატოვა ერთნახევარი
2 წუთი გვაქვს და ამ დროს ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? შეშინებულია ასევე ძალიან შეშინებულია, აბა კობახიძის ეს განცხადება უშინდება, ჩვენ ძალიან გვინდა ამერიკასთან გადავტვირთვა. აი ძალიან გვინდა და წუხილი და პატარა წატირება აგვიანებს კაცო პასუხი და რა ვქნათ და რა ამას ნიშნავს. რომ ისინი ხედავენ რომ რუსეთი პატრონი აღარ არის. მაგრამ გვახარა რომ აი მე 1400 ლარს მოვიმატებ და თქვენ 40 ლარს მოგიმატებთო. ეს ყველაფერი ძალიან დროებითია. ცინიზმი. ეს ყველაფერი უფრო აგონიას გავს, აგონიის წინ, ანუ სიკვდილის წინ ადამიანს შეიძლება წამოხდეს და ირიბინოს კიდევაც. ფიზიოლოგიაში ბევრია ასეთი, მაგრამ ცოტა ხანში აღარ იქნება. აი ეს დაახლოებით ამას დავარქმევდი, ახლა მე ოცნება ძალიან ნერვიულობს, რომ ის ხედავს რომ და თვითონაც გამეორდები ეს ბევრჯერად ნათქვამი რომ თუ პუტინს დაემუქრება პოლიტიკური აღსასრული იმ დღესვე დამთავრდება ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის ფორმულა, რომელიც თვითონაც კარგად იცის. ახლა მთავარი არის ამათ რამე ისეთი არ გააკეთონ, სანამ კიდე ხელისუფლებაში არიან, რომელიც ძალიან დააზიანებს საქართველოს. საქმე იმაშია, რომ ეს ჩვენი რესურსები, ეს არაბეთთან ასეთი ხელშეკრულება 6 მილიარდი, იმ კაცმა კიდე 100 მილიარდსაც ესე ფაქტურად რაღაცას ყიდიან, რომელმაც შეიძლება მერე ესე იგი ჩვენ პრობლემები შეგვიქმნას. მე ჩვენი ხალხი დავამშვიდო, რომ ამერიკული სპეცსამსახურები და მე როგორც თქვენ მომჩეს მეჭირე ეს თანამდებობები რომ შემიძლია ეს თამამა თქვა, აქ საკმაოდ კარგად მუშაობენ. ეს ვერ შეცვალა ამ ხელისუფლება, ვერ გაბედა. შესაბამისად, რაზედაც თქვენ ახლა წუხავთ, აქ რუსული სპეცსამსახურები არ არიან იმ ზომით. აქ არის რა დღეს დაიჭირეს ვიღაც რუსები, რომელსაც აქ მილიონობით ფული შემოქონდა და რაღაცებს ყიდულობდნენ. კი ბატონო, აი ეს ხდება, აქ მოდიან, ყიდულობენ, რაღაც ბიზნესებს ეუფლებიან, რაღაც შილოკავკასიელებით შემოყავთ იქ რაღაც კადიროვის ხალხმა. ეს სხვაში წვეთია. ეს საფრთხეს როგორც ასეთ სახელმწიფოს ჩვენს მოსახლეობას არ უქმნის. უბრალოდ ამათი უსაგნო მოქმედების გამო პური ძვირდება, ყველა ინფლაცია არის, ეს რა თქმა უნდა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ გადავიტანთ ამას გაუძლებთ და საფრთხე როგორც ასეთი ისეთი სერიოზული, რომ მე ვერ გამოვასწოროთ, მინდა დავამშვიდო ყველა რა არის. დიდი მადლობა. მე თქვენთან ყოფნა იმიტომ მიხარია, რომ ყოველთვის ოპტიმისტურად ამთავრებთ და მთელი ეს თქვენი დღევანდელი გამოსვლა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ყოველ შემთხვევაში პატრიოტი ქართველებისათვის ეს კარგი პერსპექტივაა და აი ეს ტროლები და აი ის სექტები, რომლებიც ესე იგი ყველაფერს რომ მოწონებით ხვდებიან ხელისუფლების აი ამ ძალიან არაოპტიმალურ გზებს მსუბუქად რომ ვთქვათ, აი ამ პირობებში ასეთი ლექცია, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია მე მგონია რომ საზოგადოებას მადლობა მოსწრებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონებო რომ გიყურეთ. 1-5-6 წუთის შემდეგ ჩვენთან იქნება ახალი სტუმარი და გვიყურეთ. არ გადავთოთ. მეც ვისწავლე ახლა იმ სხვა